კეთილი, ჩვენ პროდიუსერები გვეუბნებიან, რომ გვაქვს ჩართვა სატელეფონო, სორია. ნიკო კახეთელიძეა ხაზზე, ბატონი ნიკო კახეთელიძე, რომელიც 2012 წლიდან საუბრობდა კერძოდ აი ვერესხეობის თემაზე და საკმაოდ კრიტიკულად იყო მაშინ განწყობილი. ბატონი ნიკო, გესმით ჩვენი ხმა? დიახ, გამარჯობა. მოგესალმებით. ბატონი ნიკო, ჩვენ დღეს სხვათა შორის თქვენ ის ვიდეო, რომელიც გაკეთა 2012 წელს ძალიან ინტენსიურად ვრცელდებოდა სოციალურ ქსელებში. ძალიან მოკლედ რომ მოგვიყვეთ, რაში როგორ მიგაჩნიათ, რატომ მოხდა ეს ყველაფერი, რასთან არის ეს დაკავშირებული? ეს მოკლედ ძალიან ძნელია, მაგრამ შევეცდები და თან შევეცდები პოპულარულად ახსნა ეს და კონკრეტულ პროფესიულ თემებთან არის დაკავშირებული და ამიტომ ეს პროფესიულ ჯგუფებთან შეიძლება ამაზე საუბარი, მაგრამ შევეცდები რომ ახსნა პოპულარულად. დიახ. როდესაც დაიწყეს ამ პროექტის განხორციელება, ეს ჯერ იყო გმირთამოედნის თემა და მე სპონტანურად მიება ეს თემა აი ამ ახალი გზით, რომელიც ეხლა დაინგრა და შესაბამისად მოხდა ეს ტრაგედია. არანაირი კვლევა მაშინ არ ჩატარებულა, იმიტომ რომ უამრავი საკითხია დაკავშირებული მსგავსი ტიპის მშენებლობასთან. ანუ გაიჭრა ფაქტიურად ხეობა და შესაბამისად მოხდა ესეთი ძალიან ესეთი ინტენსიური და მძლავრი ჩარევა გარემოში. მაშინ, როდესაც არანაირი დასკვნა შესწავლა უпроსორად გეოლოგიის, თქვა, გარემოზე მოქმედების შეფასება, თქვა, კონსტრუქცია, თვითონ გზის პროექტირების თემა, რომელიც ტრანსპორტის სპეციალისტებთან არის დაკავშირებული. რეალურად ეს არ ჩატარებულა, იმიტომ რომ ფაქტობრივად რამოდენიმე თვეში მოხდა მთლიანად აი ამის განხორციელება რა და პროექტს მე ვაკვირდებოდი, იმიტომ რომ ძალიან ჩართული ვიყავი ამ თემებში და ვაკვირდებოდი ამას, რომ პროექტის რაღაც ნაგლედ აწევდნენ ამას გზაში, რომ მომხდარიყო პროექტის გაკეთება. დღეს საუბარია, რომ ეს ფაქტიურად ერთპიროვნული გადაწყვეტილება იყო მაშინდელი პრეზიდენტის, ანუ ფაქტიურად აქ სპეციალისტები ესე ინტენსიურად შეიძლება გადაწყვეტილება იყო მიღებული ეს გაკეთება და მე შესაბამისად აი რაღაც დროის მცირე პერიოდში ეწეოდა ეს პროექტირების სხვადასხვა სტადია. და ბუნებრივია ხო ეს არის ხარვეზიანი ნაკლული პროექტი, ბუნებრივია ხო? და შესაბამისად მივიღეთ ის რაც მივიღეთ, აი ეს მივიღეთ და სამწუხაროდ პოლიტიკური გადაწყვეტილებების შედეგად ვიღებთ აი ესეთ ტრაგედიას რა, რომელიც დაჩქუნულია დღეს მთელი თბილისი და მთელი საქართველო ფაქტია. აბსოლუტურად რა, ძალიან ძიმე სიტუაციაში ვარ, თან რაღაცნაირად მე აღმოჩნდა ცოტა ჩემთვის ძიმე სიტუაციაში, იმიტომ რომ თავის დროზე რო ეს რო თქვი რაღაცნაირად მასავით ძალიან ცუდად მეჯიშნა ეხლა არ მოველოდი რომ ესე მალე მოხდებოდა სიმართლეებით ვთქვათ ეს ყველა. ბატონო ნიკო, რეალურად საერთოდ შესაძლებელი იყო მანდ გზის გაყვანა, ანუ ტექნოლოგიურად სწორად რო გაეკეთებინათ, ვთქვათ, შესაძლებელი იქნებოდა? იცით რა არის? სტანდარტების დაცვის მიხედვით. მშენებლობაში და მსგავსი ტიპის პროექტირების დროს შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს პროექტის განხორციელების, მაგრამ როდესაც ოპონირებს რაღაც ადამიანთა ჯგუფი იმას უნდა დაუგდონ ყური. თუ კი თქვათ საწინააღმდეგო ამ პროექტის განხორციელების უფრო მეტია, მან უნდა დაუფიქრდეთ და თუ მაინც და მაინც მინდა რომ ეს განხორციელოს, მაშინ პრევენცია უნდა მოვახდინოთ და დავანეიტრალოთ ის საშიშროებები, რაც შეიძლება არსებობდეს. ტექნიკურად ეს შესაძლებელია. ახლა რისი გაკეთებაა შესაძლებელი იმისათვის, რომ მსგავსი ტიპის სტიქია თუ კიდევ ერთხელ განმეორდა თავიდან ავიცილოთ ეს მსგავსი ტიპის უბედურება. იცით რა, ეგ მე ახლა ნამდვილად არ ვერესხეობა უნდა კატეგორიას, რომელიც ახლა ეს ზუსტად ეს დაწოსდიან, ეს შესაძლებელია. თქვენი ვერსია. არა, შესაძლებელია, ჯერ რა მოხდა, ეს არის კარგად შესაძლებელი და ბუნებრივია ეს დაიწმინდება, გამოჩნდება ეგ ძალიან ბევრი რა. და კვლევის შედეგად რა თქმა უნდა შესაძლებელია მივიდეთ თქვა იმ გადაწყვეტილებამდე ან გადაწყვეტილებამდე საიდანაც ოპტიმალური ვარიანტის ამორჩევა შესაძლებელი იქნება. აი ეს პრობლემები სხვათა შორის უკვე მე შინაგანად ეწინააღმდეგები ყოველთვის აი ეს ჩარევას გარემოში, იმიტომ რომ როგორც წესი ყოველთვის პასუხობს ის
უნება შესაბამისად ამაზე ყოველთვის აქვს რეაქცია. სხვადასხვა პრობლემები ამ გზაზე თავიდანვე არსებობდა, მე ხშირად ვიყენებ ამ გზას, ფაქტიურად ყოველდღიურად მიწევს გავლა და პირველსავე სტადიაში იყო პრობლემა იმ კლდესთან დაკავშირებით, თუ გახსოვთ იქ სპეციალური ბადეც არის გაკეთებული. ანუ ეს საშიშროება, ესეც საშიშროებაა ხო ფაქტიურად, ანუ ის კედელი არ არის გამაგრებული. რა თქმა უნდა, ის გამაგრება, ის ბადე რო არის, ის ბადე არის იმის გამო რომ თქვა ჩამოქცევისგან ზე არის წავს. ეს არის უბრალოდ რაღაც თქვა თუ გამოვარდა რაღაც ქვეყნის დროა რომ ეს დაიჭიროს მაქსიმალურად, თორე ის ჩამოქცევისგან, ის ჩამოქცევისგან ეს არის წავს, ეს როგორ დაიცავს და მეცად გეტყვი იქ თქვენ თუ გახსოვთ გვირაბი გათხარეს და გადის ეს საბურთალოს ქუჩისკენ რა ვაკიდან დამაკავშირებელი. აი ესე ძალიან ძიმე ესეც რა თქმა უნდა გავლენას იქონიებდა ამაზე ყველაფერზე. მე გაკეთდა იქ აი ეს გადასასვლელმა ფაქტიურად. მე რასაც დავაკვირდი, ხა მე არ მქონდა შესაძლებლობა კარგად მენახა ეს ყველაფერი. აი რაღაც დამბის როლი ითამაშა ამ ვაკის გადასასვლელმა, იცით? რაღაც ხალი დაიჭირა, იმიტომ რომ აი ამ გვირაბში მოხდა გახერგვა ამ ჩამონატანი ნაშალი მასალის და შემდგომში მოხდა გადაწევა ამ ფაქტიურად დამბად იქცა, რომელმაც დააგროვა წყალი დასახლებული. ჰიდროელექტროს სადგურის თამაშია რა ფუნქცია ფაქტიურად და რეალურად გადაწევა მოხდა ამ წლის და ზოოპარკის დატბორვაც აი ესეთი ხისიერი გამოიწვია ზუსტად ამ. კეთილის რაღაც ძალიან დროის მცირე მონაკვეთში მოხდა დიდი რაოდენობის წყლის გადავლა. როგორ ფიქრობთ, რამდენი დრო სჭირდება ამ სიტუაციის შესწავლის? დღევანდელი, ანუ გასაწმენდია რასაკვირველია? ვერ გეტყვით ნამდვილად, იმიტომ რომ არასოდეს იქნება ჩემი პასუხი პირად ასვენებდა. კეთილი, ძალიან დიდი მადლობა ჩართვისათვის, უღრმესი მადლობა.